მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ თელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.jim, აი ვიდეოჯი, ასევე მაგის IP ტელევიზიით 53 არხზე და რადიო იმედის Facebook გვერდზე. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ შემოგვიერთდა მარიამ თოფალაშვილი, იმ გამოფენის ორგანიზატორი, რომელზედაც საუბარი გქონდა დილიდან 10 აგვისტოს ბათუმში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა გაყიდვის ერთდღიანი სივრცე იქნება, საკმაოდ საინტერესო პლატფორმა, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან ინოვაცია და ტრადიცია, ხელოვნება და ბიზნესი. მარიამ, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოკლედ 10 აგვისტოს, როგორც უკვე თქვით, ზღვისპირა ბაზარი გაიხსნება ბათუმში. რა ღონისძიებაა ეს უფრო კონკრეტულად რომ გვესაუბროთ და შემდეგ კიდევ ერთ აქცენტზე საქართველოს და თურქეთის კოლაბორაციაზე, ასე ვთქვათ, მოგისმენთ სიამოვნებით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის. ეს იქნება რიგით ჩვენი მეორე გამოფენა ამ სტილში. ერთხელ უკვე ჩავატარეთ, სასტუმრო ბილტმორში ქონდა მსგავსი ტიპის გამოფენა, 100 კომპანია იღებდა მონაწილეობას. ეს არის კონკრეტულად მიმართული ქართველი მეწარმეებისთვის, ხელშეწყობისთვის. მათ ვთავაზობთ უნიკალურ ბენეფიტებს, საკუთარი პროდუქცია გამოიტანონ და გააცნონ საკმაოდ დიდ ბაზარს. ეხლა 10 აგვისტოს გვეყოლება დაახლოებით 200 კომპანია, ჩვენი მიზანია იყოს დაახლოებით 200 კომპანია, არა მხოლოდ ეს მეწარმეები, არამედ უკვე კარგად განვითარებული ქართული კომპანიები, რაც უშუალოდ საქართველოში იწარმოება, ამ პროდუქციის პოპულარიზაცია შეუწყობთ ხელს და ვაჩვენებთ. უფრო ჩვენი აქცენტია ტურისტებზე, ვინაიდან ბათუმი ტურისტული ლოკაცია, ჩვენი აქცენტია გავაკეთოთ ტურისტებზე და გავაცნოთ ჩვენი ქართული კულტურული პროდუქცია და საქართველოში ეს უნიკალური ნივთები, რასაც ქართველები აწარმოებენ. კულტურის გაცნობა დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტიპის აქტიური, ასე ვთქვათ, კომუნიკაციით, სოციალური ურთიერთობით ძალიან კარგი შესაძლებლობაა. უფრო კონკრეტულად რო გითხრათ, ვთქვათ, ის მეწარმეები, რომლებიც წარმოაჩენენ საკუთარ პროდუქციას, პირველი ვთქვათ, ფესტივალიდან გამომდინარე, რა შეფასებები მოყვა მათ და რა გამოხმაურება, რა სამზადისია უკვე ამ მეორე, ასე ვთქვათ, შეხვედრისთვის, რომელიც აგვისტოში იქნება. კი ბატონო, ჩვენი ეს მასშტაბური ღონისძიება რიგით მეორეა, თუმცა ძალიან ბევრი მასშტაბური ფესტივალი გქონდა, 50 მონაწილე მაინც იღებდა მონაწილეობას ყოველ ფესტივალზე. უმეტესობა იყვნენ დამწყები, უმეტესი მონაწილისთვის იყო ეს ჩემი ფესტივალი პირველი და პირველი ნაბიჯი ხელოვნების სფეროში, რომ გააცნონ საკუთარი პროდუქცია და გაუწიონ რეალიზაცია. ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიეს, მინდა გითხრათ, საფრანგეთშიც კი მოხდა მათი პროდუქციის გატანა, დღესდღეობით საფრანგეთშიც არის დიახ, რესტორან ქვევრში არის წარმოდგენილი ქართველი მეწარმეების ნამუშევრები და ძალიან ბევრი ადამიანისგან ძალიან დიდი დადებითი შეფასებები მივიღე, იმიტომ რომ პირველი ნაბიჯები ძალიან სწორად გადადგეს და მათთვის ეს იყო ძალიან დადებითი დასაწყისი ამ ბიზნესში. საქართველოში ცოტა რთულია ამ პროდუქციას გაუწიოთ პოპულარიზაცია, თუმცა ეს გამოფენები ერთ-ერთი მთავარია მათთვის და მთავარ ბენეფიტებს ვთავაზობთ ჩვენ ზუსტად ორგანიზატორები, რომ სწორად და ეს თვალსაჩინოდ გახადონ საკუთარი პროდუქციის წარმოჩენა. კი ბატონო. ორი ქვეყნის ერთი მზე, ასე ქვია, კიდევ ერთ საინტერესო პროექტს, რომელიც აი ამ დღეს უნდა შედგეს. ეს არის საქართველოს და თურქეთის ერთობლივი კოლაბორაცია, რო ახსნათ, რას გულისხმობს თავად ეს ნაწილი ამ პროექტის. კი ბატონო, ესეთი სათაური მოვიფიქრეთ ამ გამოფენისთვის, ვინაიდან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს თურქეთთან, მეგობრული, კულტურული კუთხითაც, გვინდოდა ეს საერთო პროექტი გაგვეკეთებინა. ძალიან ცნობილი მხატვარია თურქი გულიზარ იაფრაკი, რომელთან ერთადაც ვაკეთებთ ამ პროექტს. ეს იქნება ქალაქ ქუშადაში, ტურისტულ ზონაში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ეს გამოფენა. 30 მონაწილე გვეყოლება საქართველოდან, ადგილობრივიც იქნება 10 მხატვარი. კონკრეტულად აგებულია ზუსტად კულტურულ
ანუ გაცვლით პროგრამაში, ანუ უფრო კულტურას ასახავს ეს ყველაფერი. ჩვენი თავარი მიზანია საერთო ინტერესების წარმოჩენა და ნუ რა თქმა უნდა, როდესაც ხა საქართველოსდან გადის ჩვენი პროდუქცია და გადიან უკვე საზღვრებს გარეთ, ეს უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია ბიზნესში განვითარებისთვის, ჩვენი მეწარმეებისთვის. ბატონო, ისევ მეწარმეებზე მინდა ვისაუბროთ რაღაცნაირად შევკრათ ჩვენი ეს თემა. რა ტიპის ვთქვათ პროდუქციის წარმოჩენა მოხდება და თქვენ აღნიშნეთ ტურისტები, თავად მათი გამოხმაურება, ინტერესის სფეროები რა არის ამ დაკვირვებამ რა აჩვენა? ჩვენ ძალიან მრავალფეროვანი პროდუქცია გვაქვს, თითქმის აი ყველა მიმართულებით არიან მეწარმეები. თავარი მოწყონება, რასაც იმსახურებს, ანუ ნამუშევრებში, ეს არის კერამიკული და თიხის ნამუშევრები, რაშიც მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ წარმატებულები ვართ ქართველები და მართლა უნიკალური ნამუშევრები აქვთ, დიახ. ასევე მინანქარით შესრულებული ნამუშევრები საკმაოდ შრომატევადია და უნიკალური ნამუშევრები გამოდის ნამდვილად. ჩვენი ერთ-ერთი მონაწილე იტალიაში წარსდგება, სიცილიაში, მინანქარით შესრულებული ნახატით. ასევე მე ვარ ხელოვნების ელჩი იტალიიდან, მხატვრობის კუთხით და ეხლა გვაქვს აგვისტოს 30-დან გამოფენა სიცილიაში და იქ ქართველებიც წარსდგებიან. ქალბატონი ნინა დარჩია უწევს ამ ყველაფერს კურირებას საქართველოსდან მხატვრებს. კონკრეტულად ეს მინანქარის პროდუქცია ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს. ასევე მინდა აღვნიშნო, ეს დეკორატიული სანთელი და საპონი გვაქვს, რომელიც აი ულამაზესი ნამუშევრებია და მართლა ძალიან დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ტურისტებისგან, ასევე ადგილობრივი მომხმარებლებისგან. საკმაოდ კარგი ნამუშევრები აქვთ მეწარმეებს ამ კუთხითაც და ტექსტილიც ძალიან განსხვავებული გვაქვს, ნუ ადგილობრივი დიზაინერები, კი, რა თქმა უნდა, ინტერესი ძალიან მაღალია. იმედია, ბევრი დამთვალიერებელი, ბევრი ტურისტი ადგილობრივი აღმოჩნდება ამ ღონისძიებაზე 10 აგვისტოს ბათუმში და შევძლებს რომ ამით რაღაცნაირად დავეხმაროთ იმ მეწარმეებს, რომელთაც ამგვარ აქტივობებში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებები მინდა გისურვოთ და შევახსენებ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ პირდაპირ ეთერში ვესაუბრებოდით მარიამ თოფალაშვილს, ზღვისპირა ბაზარი. ეს არის პროექტი, სადაც შეგიძლიათ გაიცნოთ, დააგემონოთ და შეიძინოთ ქართული ამ გამოფენის ფესტივალების ორგანიზატორი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.